გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას მორიგი საგოლე მოქმედება და წყენა ფრანგულ კლუბზე. რა ხდება პარიზული კლუბის თავს? მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს. რა დაიწერა ესპანურ პრესაში? ხოლო მოტივაციისთვის თხოვნა რომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. პროგრესირებს, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. ახალი ცნობა ჩაკვეტაძის თაობაზე. ბოტფორდის თავკაცმა ხავი გრასიამ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. კრაზანების დამრიგებელს კი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც კითხეს. გრასიამ კი განაცხადა რომ ჩაკვეს დრო სჭირდება და მოედანს მალე დაუბრუნდება. ის პროგრესირებს. პროცესს გადის და დრო სჭირდება რათა ნელა, მაგრამ სტაბილურად მზად იყოს. დიდი ხანია გუნდთან ერთად არ არის და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მუშაობა და მოთმინებაა საჭირო. ამავდროულად გვინდა რომ ეს ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ამ მომენტისთვის მეტის თქმა არ შემიძლია. ის ვარჯიშობს, დიდ ზალის ხმევას დებს, ისევე როგორც გუნდის ფიზმომზადების დეპარტამენტი. ჩვენ კი გვინდა რომ გიორგი რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად. თუმცა როგორც გითხარით, მასთან მიმართებით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გვერდში დავუდგეთ. აუცილებელია იმდენი დრო მივცეთ, რამდენიც სრულად აღდგენისთვის იქნება საჭირო. განაცხადა ბოტფორდის თავკაცმა. სანჩო ზურიკო შობს. ბეშიქტაშის ფანები დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ. თურქული მედია ბეშიქტაშისა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მედიაში დაიწერა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯის დროს არწივები ჯეიდონ სანჩოს გადაბირება შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ბეშიქტაშმა ჯეიდონის დამატება ზაფხულშიც სცადა, თუმცა ეს ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა. ახლა კი ბრიტანელი ფეხბურთელი სტამბოლში შენიშნეს, რამაც მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორები ისევ აქტუალური გახადა. ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ სანჩო ბეშიქტაშის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა. თუმცა ბეშიქტაშის გულშემატკივრები ამ ტრანსფერის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილები. სანჩოს ნაცვლად 40 მილიონი ევროს გადახდას, ისინი 20 მილიონად ზურიკო დავითაშვილის ყიდვას ამჯობინებენ. სანჩო ასტონ ვილაში ვერაფერს აჩვენებს. შობს 20 მილიონად ზურიკო დავითაშვილი ვიყიდოთ და ორ სეზონში 40 მილიონად გავყიდოთ. დავითაშვილი უფრო აგრესიულია. წერენ სოციალურ ქსელებში არწივების ფანები. ცნობისთვის დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით კი მისი საბაზრო ღირებულება 9 მილიონი ევროა. ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კლავინდებურად ტოტენჰემის რადარზეა. ამ ინფორმაციას ესპანური სააგენტო ფიჩახესი ავრცელებს, სადაც წერია რომ დეზები მზად არიან ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი евро გადაიხადონ. ტოტენჰემი დარწმუნებულია რომ 25 წლის ფეხბურთელს პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია და საუკეთესო წლები წინ აქვს. ასევე დეზებს შეერათ რომ მისი ტრანსფერის შეტევას გააძლიერებს და ტომას ფრანკს მეტი ვარიანტი ექნება რათა რთულ კალენდარს კარგად გაუმკლავდეს. ხოლო როგორც იწერება, ლონდონელები შეთავაზებას ამზადებენ და არის შანსი რომ ესპანელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯის დროს მიაკითხონ. მაგრამ სათქმელია ისიც რომ ვილიარეალს მიქაუტაძის გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს, რადგან ქართველ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს. ყვითელი წყალქვეშა ნავი კი მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს და თუ გიორგი მაღალ დონეზე თამაში განაგრძო, მისი ფასიც გაიზრდება. ამიტომ ნახოთ თუ რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ ასე ხშირად კლუბის სვლა გიორგის კარიერული ზრდისთვის იდეალური ვარიანტი არ უნდა იყოს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში PSG-მ შინ ლეავრი 3-0 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ PSG-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და თამაში 71 წუთზე ჩართო. ხოლო თუ რა იყო ხვიჩა სათადარიგო სკამზე დატოვების მიზეზი, ამასთან დაკავშირებით ფრანგულ მედიაში იწერება რომ ლუის ენრიკეს და სამწვრთნელო შტაბს ქართველის გადაღლა არ სურს. მოგეხსენებათ ის ახლახანს დაბრუნდა სანაკრებო შეკრებიდან, სადაც მან დიდი დატვირთვა მიიღო. ამიტომ პარიზელები კვარაცხელიას დასვენებას ამჯობინებენ. ხოლო მიუხედავად იმისა რომ ხვიჩა მოედანზე დაახლოებით 20 წუთი გაატარა, ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა და ხვიჩამ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კერძოდ ხვიჩამ ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმა გოლის გატანა შეძლო. 13 ტურის შემდეგ კი PSG 30 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. მე კი დავძენ იმასაც, რომ Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და შემტევის ჯილდოების ნომინანტები დაასახელა. ქართველ ფეხბურთელს კი ჩვენი დახმარება სჭირდება. კვარაცხელია კი ორივე კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა. ხმის მიცემა კი საკმაოდ მარტივია. ჩვენ უნდა გადავიდეთ ფმულზე, რომელსაც მთავარი კომენტარის სახით დავტოვებ. ჯერ ვირჩევთ Best Men's Players, სადაც უნდა ავიუციოთ კვარა და დავაჭიროთ ხმის მიცემის ხილაკს. ხოლო იმავეს ვიმეორებთ Best Forward-ის შემთხვევაშიც. ცნობისთვის ქართველი ფეხბურთელი FIFA-ს იბესტმაც გამოარჩია და ხვიჩას შეუძლია რომ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდეს. რაც შეეხება PSG-ში განვითარებულ მოვლენებს, გავრცელებული ინფორმაციით ხვიჩას ყოფილი თანაგუნდელი კლუბზე კვლავ იმედგაცრუებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს. საქმე კი დონარუმას ეხება. ასეთი კლუბის დატოვება არასდროს არის ადვილი. ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო
ამის გადატანა. გასულ სეზონში ისტორიაში პირველად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და მიუხედავად ამისა ჩემი ღვაწლი არავინ დააფასა. ეს გვერდი უნდა გადავშალოთ, სხვა გზა არ მაქვს. თავს მოტყუებულად ვხსნობდი, რადგან როდესაც აქ მოვედი PSG-ში ადაპტაციისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. თუმცა საბოლოო ჯამში ბოლო რამდენიმე თვე სრულიად განსხვავებული იყო. იმედგაცრუებული ვიყავი. ეს ისეთი რამ არის ახსნასაც ვერასდროს შევძლებ, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრება მიწევს, განაცხადა დონარუმა. ჰარი კეინის ტრანსფერი ბარსაში, რა გეგმა აქვს კატალონიურ კლუბს. PSG-სა და მბაპეს დავა გრძელდება. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. Paris Saint-Germain და Kylian Mbappé ერთმანეთისგან იმაზე უფრო დიდ ანხებს ითხოვენ, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. კერძოდ სასამართლოში გაიმართა მორიგის ხდომა, რომელზეც მხარეთა პრეტენზიები განიხილეს. მანამდე კი მედია წერდა, რომ ფეხბურთელი პარიზული კლუბისგან კომპენსაციის სახით 240 მილიონ ევროს ითხოვდა. თავად პარიზელები კი კილიანს 180 მილიონ ევროს გადახდას თხოვდნენ. თუმცა RMC სპორტის ინფორმაციით ახლა ცნობილი ხდება, რომ პარიზული კლუბი თავისი ყოფილი ფეხბურთელისგან 440 მილიონ ევროს ითხოვს. ჩვენ ნამდვილად ვითხოვთ 440 მილიონ ევროს. 20 მილიონი რეპუტაციული ზიანისთვის, 60 მილიონი 2023 წლის აგვისტოში კონტრაქტის არაკეთილსინდისიერი შესრულებისთვის, 180 მილიონი ამ შეთანხმების დამალვისთვის, ხოლო 180 მილიონი ფეხბურთელის გაყიდვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობისთვის, განაცხადა PSG-ს ადვოკატმა. RMC სპორტი კი წერს, რომ მბაპეს მხარე ამ მოთხოვნებით აღშფოთებულია. თავის მხრივ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ყოფილი კლუბისგან დაახლოებით 253 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო აქვე გეტყვით იმასაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას 16 დეკემბერს მიიღებს. ბარსა 2026-27 წლების სეზონისთვის ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ბარსა ხულიან ალვარესის დამატებითაა დაინტერესებული, მაგრამ მისი ფასიდან გამომდინარე ბარსას გეგმები იცვლება. ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ბარსას მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იქნება, რომელიც ლევანდოვსკის შეცვლის. ასევე ფაბრისიო რომანო წერს, რომ კატალონიის ბარსელონა 2026 წელს ჰარი კეინის დამატებაზე შიდა მოლაპარაკებებს იწყებს. ასევე კლუბი აანალიზებს საკუთარი ფეხბურთელების თამაშის ხარისხს და სატრანსფერო ბაზარს, რათა ზაფხულში გასატარებელი საჭიროებები და მათი პოტენციური ღირებულება განსაზღვროს. ამიტომ მათი მთავარი მიზანია ცენტრალური თავდამსხმელი. ეს კი განპირობებულია იმით, რომ რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტის ვადა ეწურება და ის 2026 წლის აგვისტოში 38 წლის გახდება. ასევე კლუბის ფინანსური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ თუ სპორტული დეპარტამენტი მოითხოვს ტოპ კლასის თავდამსხმელის დამატება შესაძლებელია, თუმცა ის დამოკიდებულია ლევანდოვსკის ასვლაზე, რადგან მისი ხელფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს, ეს კი კლუბის ფინანსებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამასთან რამდენიმე დღის წინ ზიგუარდიანმა დაწერა, რომ ბარსამ მზადაა გააქტიუროს კეინის გამოსასყიდი პუნქტი 57 მილიონი ფუნტის ოდენობით. 32 წლის ინგლისელ ფორვარდს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში უსრულდება. ამიტომ თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს მხარეები ვერ შეთანხმდებიან და მისი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰარის კლუბის დატოვება მოუწევს, რადგან ერთი წლის შემდეგ მისი უფასოდ დაკარგვა ბაიერნის გეგმებში არ შედის. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.